რას მოგვიტანს მაისის თვე? ნუმეროლოგიის, ანუ ციფრული ფსიქოლოგიის მიხედვით, 2026 წლის მაისის თვის ენერგეტიკული ციფრი არის 6. 6 კი მოგეხსენებათ, ეს არის ქალღმერთ ვენერას, ანუ აფროდიტეს რიცხვი. ყოველ რიცხვს აქვს თავისი პლუს და მინუს მხარეები. 6-იანის მინუსი მხარე ეს არის აგრესია, სიზარმაცე, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა სხვებისთვის ან მათი იდეებისათვის. ხოლო 6-იანის პლუს მხარე ეს ჰარმონიული და ქალური ენერგიებია. შეიქმნით კომფორტი, ვისაც სურვილი აქვს შეგიძლიათ იმოგზაუროთ. იყიდეთ საკუთარი თავისთვის ან სახლისთვის ნივთები. მოაწყეთ დასვენება სპაში, რეტრიტში, გაიარეთ მასაჟის კურსი. აგრეთვე ეწვიეთ კინოს, თეატრს, გამოფენებს, მოინახულეთ და ისეირნეთ ლამაზ ადგილებში. შეგიძლიათ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, იყიდეთ ოცნების ბინა ან ავტომობილი. სახლში მოაწესრიგეთ ყველაფერი. ასევე შეგიძლიათ მოვაროთ მცენარეებს, ან დარგოთ ყვავილები, გამოაცხოთ ტორტი, ან გააკეთოთ სხვადასხვა გემრიელობები და დროულად დაუთმოთ ოჯახის წევრებს და დაამყაროთ ბალანსი მათთან ურთიერთობებში. საჭიროა ყველაფერში ესთეტიკა. შეგიძლიათ იზრუნოთ გარეგნობაზე, შეიცვალოთ იმიჯი, თმის ფერი, ასევე ვარცხნილობა, მოაწყოთ ლამაზი ფოტოსესია, განაახლოთ გარდირობი, იცხოვრეთ აქ და ამ წუთაც. როგორც ნათქვამია, საკუთარი პერსონიდან იწყება სიყვარული. შეიყვარეთ საკუთარი თავი. თუ საკუთარი თავი გიყვართ, სხვასაც შეიყვარებთ და ბოლოს ამბობენ, რომ ცხოვრებამ თუ ლიმონი მოგცათ, თქვენ მისგან ლიმონათი უნდა გააკეთოთ. გამოიწეროთ მეგობრებო, ჩვენი YouTube არხი Medias Legacy, Medias მემკვიდრეობა და მრავალ საინტერესო ამბავს გაიგებთ.